მოგესალმებით ბავშვებო. დღეს ალექსანდრე ისევ მზარეულის ფორმაში არის. აბა რატომ ალექსანდრე უთხრათ ბავშვებს? იმიტომ რომ ლიზიკოს და ტასიკოს და გავკეთო სურპრიზი. ეს არის სურპრიზი. ოჩახ, რა კაი სურპრიზი მოგიფიქრებია. აბა ესე იგი რა დაგვჭირდება ალექსანდრე ჩვენ ახლა ამ ყველაფრისთვის? გაზი უნდა ავართოთ ცობრების გარეშე. გაზი უნდა ავართოთ აუცილებლად მშობლებთან ერთად. ჯამი, წყალი და მაკარონი. კარგი, და მოდი დავიწყოთ, ხო? და დავიმასუროთ ბავშვებო, რომ გას აუცილებლად ანთებს მშობელი. ეს გაზი. ჯამი ალექსანდრე. ძალიან ძიმია. აბა ახლა ვაჩვენოთ ბავშვებს იმით. აი წყალი ასე, ხო? კი. კარგი, ეხლა დავაფაროთ, რომ წყალი გაცხელდეს და შემდეგ უნდა ჩავყაროთ. ვერმესელი. ოჯახ. დავუშვებით ალექსანდრე ეხლა ჩვენ. ველოდებით, რომ ის ამოხდება წყალი და მაკარონი უნდა ჩავყოთ. ჩავყაროთ ესე, ხო? ძალიან კარგი, აბა დავველოდოთ. თუ ადუღდა ნახოთ, ხო? აბა ახლა თუ ადუღდა ნახოთ. აი, ნელა ცხელდება, ხო? წყალი გავშვებო და ადუღდეს. აი, დავაფარე ალექსანდრე, დავველოდოთ ცოტა ხანი, ესე გიჭირდება კიდე. ანუ აბა ალექსანდრე ეხლა ვაჩვენოთ ბავშვებს მაკარონი ესეთი და მარილი. და აბა ჩახედე ალექსანდრე. და მე მგონი უკვე გაგვექნება, ხო წყალი? ხო. მოდი ეხლა ალექსანდრე წყალში მარილი ჩავაყაროთ, ხო? ხო. მანამ მაკარონს ჩავაყარეთ. აბა იმ ჩავაყაროთ მარილი? ცოტა ხო? ცოტა ხო. ჩავაყარე. აი, მარილი ჩავაყარეთ, ხო? ხო. გადავდოთ ეხლა და დავაფაროთ ეხლა, რომ დავველოდოთ ადუღებას საბოლოოდ და შემდეგ უკვე ჩავაყაროთ მაკარონი. ალექსანდრე, ესე იგი მოდი უთხრათ ბავშვებს ეხლა, ხო? ხო. ვიდრე წყალი ადუღდება, შევიდნენ ჩვენს Facebook გვერდზე, ყლარტი TV-ზე და მოიწონონ. ხო. ანუ დალაიქონ. ეხლა ჩავხედოთ ქვას და ნახოთ წყალი ხომ არ ადუღდა, რომ უკვე პაკეტიც მოვხაროთ. და აი, წყალი ადუღდა, ხო ალექსანდრე? ხო, ადუღდა. ეხლა რა უნდა ვქნათ? ეხლა ჩავყაროთ, ხო უკვე მაკარონი, აბა? ხო. პაკეტის მომზადება დავიწყოთ. და ზე აუშავ ნახოთ. აჰა. აი, სპაგეტის ისკოს ნენელა. ჩასვას. აი, ბავშვებო, როგორი მონდომებით აკეთებს ალექსანდრე სპაგეტს. თავის მეგობრებისთვის, ლიზიკოსი და ტასიკოსთვის. ჩვენი მაკარონი მზადდება და გოგოებს გავახარებ. გახდება, ხო ჩვენი სპაგეტი ალექსანდრე? ხო. სურმალი იქნება. დავუჩი. ეხლა დავახურე. ეხლა დავაფარო, ხო? ეხლა რა ვქნათ? ეხლა ველოდებით ესე იგი, ხო?
ავუელოდოთ რომ სულ მალე უკვე ჩვენი სპაგეტი მზად იქნება და დაუზახებთ ჩვენს გოგოებს და უკვე ვახარებთ, გავახარებთ ხო? სანამ ალექსანდრე სურპრიზს უკეთებს გოგოებს, გოგოები მანამდე მულტფილმს უყურებენ და არც კი იციან რა ხდება. და ჩვენი სპაგეტი უკვე მზად არის და მოდი ახლა მოვახერხოთ ყველი ალექსანდრე და მოვასხოთ კეჩუპი, ხო? გაუზადოთ გოგოებს, აბა დავიწყოთ. ავიღოთ ყველი. სახეხი. და გავხერხოთ. დავიწყოთ. აქედან ხო? აბა ვცედოთ, საიდანაც უფრო მოიხერხდება, ხო? აქედან, არა, აქედან. დაიწყო ხერხო. ოჩახ ალექსანდრე. ახეთ რა კარგი ბიჭია, როგორ მონდომებით აკეთებს თავის მეგობრებისთვის სპაგეტს. ხედავთ ბავშვებო, აი ესე მეგობრობა არის ყველაზე ძვირფასი და ამიტომ თქვენს მოუგზადეთ ხოლმე თქვენს მეგობრებს სპაგეტი და სხვადასხვა რაღაცეები. ედოთ დავივარდა ეს ყველი. შავ. ოსო, თავა კეჩუპი. ვაუ! ეყოლა ხო? ხო. დავაფაროთ ახლა და ახლა დაველოდოთ ჩვენს გოგოებს. ხო. რა ლამაზად გააკეთა ალექსანდრე, ყველაფერი. მოდი ახლა შესაძლებელი დავალაგოთ, აბა. როგორი სურპრიზი მოუწყია ალექსანდრე, ბავშვებო, აბა დავჯდეთ, ხო? აბა გოგოებო, მოგეწონათ სურპრიზი? რა მაგარი სურპრიზი გამოგეკეთებია, ხო ალექსანდრეს? რა მაგარი სურპრიზი გააკეთე. შაქერიც ვიქრია. სანტელი დაუძიე, ხოჭა. აბა ბავშვებო, შევჭამოთ, ხო ახლა ალექსანდრეს გაკეთებული სურპრიზი, როგორ სპაგეტი გავუკეთა, აბა მივიღოთ. აბა გენულიებია ბავშვებო. ამასობაში ალექსანდრე ნამდვილი მზადებული ήταν. ასე კარგია, ხო ბავშვებო, მოგვეწონა სპაგეტი. ოჩახ ალექსანდრე, გოგოებს მოეწონა შენი სურპრიზი. აბა როგორია ბავშვებო, ვაჩვენოთ? ვაუ, მაგარია.